აბა ჩვენც მოვედით. როგორც ყოველთვის. მადლობა, შენ ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურები და ფერებიან, გემოებიან, პროდუქტებიან, ყველაფრიანად მოკლედ ხარ საოცრება. ასე შორიდან, მაგრამ ცხელია ხო ძალიან ფრთხილად. მოკლედ მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ვამზადებთ წაბლი გვაქვს მენიუში, რომლისგანაც მოვამზადებთ ესე ვთქვათ ფლავის ტიპის გულსართ მოვამზადებთ ჩვენი გოგრისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ბეკონს, ხახვს, ნიორს, რომელსაც ჯერ მოვთუშავთ, შემდეგ ამ ყველაფერში დავამატებთ წაბს, წაბთან ერთად მოვთუშავთ, დავამატებთ კინოას, ბრინჯს, ბულგურს, არ ვიცი, რომელიც თქვენთვის უფრო სასურველია, შემდეგ დავამატებთ ბულიონს, მოვხარშავთ და გადავიტანთ უკვე წინასწარ გამომცხვარ გოგრაში, რომელსაც პირის რეცეპტორები იღვიძებენ ნელ-ნელა. ცოტა ხანში როგორ პრეზენტაბელური იქნება ამ ყველაფერთან. მე წინასწარ გამოვჭერი და ამ გოგრას შიგნიდან დავამუშავებთ ზეითუნის ზეთით, მუსკატით, დაფქული მუსკატით, მარილით და ასევე შეგვიძლია ცოტა ციცაკაც დავამატოთ, კარგად გადავუსმებთ და გავუშვებთ ღუმელში მინიმუმ 25 წუთით და შემდეგ უკვე ვნახოთ რამდენსაც მოითხოვს, რადგანაც ყველა გოგრა თავისებურ მიდგომას ითხოვს. ხო და ჩვენს მიუდგეთ შესაბამისად რა პრობლემაა. ასევე მოვამზადებთ აი გუშინ მაგალითად ფეხბურთისთვის სახში დარწმუნებული ვარ, ბევრმა მოამზადა შემწვარი წაბლი, რომელსაც ჩვენ სულ ვამზადებთ ხოლმე. ხო. საღამოობით განსაკუთრებით. მართლა ძალიან გემრიელია, ძალიან სასარგებლოა, სეზონურია წაბლი. დილიდან არავინ არ მიიწევს. და თან სეზონურია. ესე ჭრით ხოლმე, იმისთვის რომ მარტივად გასარჩევი იყოს შემდეგ. და დაჭრასაც შეეხება რაღაც ძალიან საინტერესო ხერხი აღმოვაჩინე. გვჭირდება ესეთი თავსახური, ცოტა ბუთქუჩა ბოთლის, მოდი ზურა შენ შეგიძლია სცადო, რომელიც გვეხმარება, რომ ნახე ეს ზომა დავიცვათ და ესე და აი ნახე. ესე იგი ბოლომდე არ ჩაიჭრება, იმიტომ რომ თავსახურია, აი, მაგრამ დანას დაუბლაგვავთ სავარაუდოდ. ხო, ნუ არა, ცოტა ესეთი ბუთქუჩა და სქელი დანა გვჭირდება, დანის სათლელიც აქვე გვაქვს და ძალიან მარტივია ესეთი თავსახურის გამოყენებით, ფორმის მიცემა, რომ ბოლომდე არ ჩაიჭრას და თან დაფიქსირებულია. ლიკუნას ხრიკები, დილი, ყველა დანა ამარტივებს ხოლმე ჩვენს ხელნახელში არ შეიძლება. ესე დავდებ კარგი ბოდიში. თორე ვიჭხუბებთ ზურა. ესე იგი ყველა გენიალური აზრი არის სიმარტივეში. კი, ნამდვილად და ძალიან საინტერესო ხრიკი აღმოჩნდა ეს, რომელიც მეც გუშინ გამოვცადე და ძალიან მომეწონა. ახლა უნდა 1 წუთი დავაყოვნოთ ზუსტად ჩვენი წაბლი ადუღებულ წყალში, ცოტა ისე ვიზამთ თხილად. ჯერ ხარშა, აი 1 წუთი ზუსტად, მეტი არ ჭირდება ესე იგი ერთ მოწამება. ამით დროსაც მოვიგებთ. მე მგონი უფრო გემრიელიც იქნება და ხრაშუნაც. კი, თან ცოტა დარბილდება გარედან. მე დავინიშნავ დროს მაშინ. კი ბატონო. 1 წუთი ხო? კი, ზუსტად 1 წუთი. არ გადაცდეს თაკო. და ჩვენი აეროგრილი ამასობაში ხურდება. უკვე 200 გრადუსზე დავაყენე და გვჭირდება რომ იყოს ისეთი კარგი გახურებული. ამასობაში შეგვიძლია დავიწყოთ გოგრის სხვანაირად გემრიელი გამოდის. მე მიყვარს. მოხარშული ძალიან მიყვარს, მაგრამ აი მე ეს ცოტა პიკანტური გემოც კარგია. კი, ნამდვილად და თან დროსაც ვზოგავთ საკმაოდ. რა ნაბიჯები გვაქვს პირველი რას ვაკეთებთ გოგრასთან დაკავშირებით? ახლა უნდა გავხსნა ზეითუნის ზეთი, ცოტა მუსკატს დავამატებ, მარილს დავამატებ და შემდეგ უკვე ზემოდან მოვაყრით ცოტა ციცაკასაც და ამ ყველაფერს წავუსმებთ და თან ამასობაში სანამ ამ პროცესში ვარ, მინდა რომ მაყურებელს შევახსენო, როგორც თქვენ კარგად იცით, პროდუქტებით გუდვილი გვამარაგებს, გუდვილის დახლებზე არსებული ხილბოსტნეული არის ქართველი ფერმერებისაგან წარმოებული, მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხვდება დახლებზე და მე ჩვენს მაგიდაზე. კი ბატონო და ჩვენ სტუდიაში ასევე წარმოდგენილი გუდვილის სტენდი, რომელზეც არის განთავსებული გუდვილის 3 ექსკლუზიური ბრენდი იტალიიდან, ეს გახლავთ სკოპი, დემარტინო და ასევე ფარკიონე და ლიკას გემრიელი კერძები სწორედ აი ამ პროდუქტებით არაერთხელ მოუმზადებია და მომავალშიც არ მოგვაკლდება, მე დარწმუნებული ვარ. და მართლაც ასეა, იტალიური ბრენდებით გვამარაგებს ჩვენ გუდვილი
გვანებივრებს მომხმარებლებს და გარდა ამისა დიასახლისებს რა გვჭირდება მეტი, როდესაც ვიცით რომ შემოწმებული და სანდო პროდუქტია, ეს არის ყველაზე მთავარი. მაშინ გამოდის ყველაფერი გემრიელი. თქვენ ეს არ დაგავიწყდეთ. არა, მე მგონი თაკომ დაინიშნა. აი კი, გავიდა 1 წუთი ხა. გავიდა 1 წუთი. ჩქარა, გამოვთე. არაფერი არ მოუვა. ესე იგი ასეთ საჩქაროც არ ყოფილა. არა, ნუ ხა 1 წუთი კარგია, მაგრამ ხა ზოგი, ანუ ყველაფერი ინდივიდუალურია ზურა, ზოგი საერთოდ 15 წუთსაც ხარშავს. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ლიკა, რაღაც საოცრებას გვიმზადებს, ლიკა, თაკოს დიდი კითხვის ნიშნები ქონდა, ეს რა არის დაყურებდა თავზე ვერაფრით ვერ მიხვდა. ხო და მე მეგონა რომ ცხელმაშია გამოწვილი დიასახლისები მიხვდებიან კარგად. რა ინგრედიენტებს მოუყარათ უთხრათ ახლა ჩვენს ტელემაყურებელს ვინც ახლა შემოგვიერთს და რას ვამზადებდით მთელი ამ დროის განმავლობაში და რას ვაგრძელებთ და როგორ ვაგრძელებთ? კი ბატონო, რას ვამზადებთ ჩემო ზურა და თაკო და ვამზადებთ ფლავს, ეგრეთ წოდებულს, რომელშიც ვიყენებთ კინოას, შეგვიძლია ბრინჯი გამოვიყენოთ, ბულგური, მოკლედ ნებისმიერი ბურღული, რომელიც თქვენ მოგეწონებათ. მოვშუშეთ ჯერ ხახვი ნიორთან ერთად, რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთში და ტრადიციულად ვიყენებთ ფარკიონე ზეითუნის ზეთს. ასევე დავამატეთ შემდეგ დაჭრილი ბეკონი და ჩვენ გვაქვს სტუდიაში ესეთი ძალიან კარგი ფერარინის იტალიური, ესე ვთქვათ, შპეკი, რომელიც არის აი პრინციპში ხორცია რა და ძალიან ცოტა ცხიმი აქვს. შემდეგ ეს ყველაფერი რომ მოითუშა, დავამატეთ გარეცხილი კინოა და დავამატეთ გარჩეული წაბლი. წაბლი არის აი ამ მოყავისფრო ფერს რო სცენს ამ მასას. დავამატეთ მერე ბულიონი და ამ ბულიონში ახლა ეს მასა, როდესაც თითქმის ბოლომდე მოიხარშება და ამოშრება, უნდა გადავიტანოთ სად თუ არა ჩვენს გოგრაში, რომელიც ღუმელში წინასწარ უკვე გამოვაცხვეთ. ასეთი არაფერი არ გამისინჯავს, ლიკა, ისე მაინტერესებს რა გამოვა საბოლოოდ. ვაიმე, შემოდგომას გრილ საღამოებს უხდება. ახ როგორი პომპეზური და იქნება ამაში მოთავსებული. ნახე რა ლამაზ. ასევე რა თქმა უნდა, ხო, მობრატკულია და შემდეგ ამაში რომ მოვათავსებთ, უკვე ერთიანად კიდე ცოტა ხანი გავაჩერებთ ღუმელში. ასევე შეგვიძლია შტოში დავამატოთ, აი რაღაც ესეთი, რაც რა გემოებით მოგწონს ამ შემოდგომაზე. კი ბატონო. და აქ რა თქმა უნდა, ჩვენს აეროგრილში უკვე გამოცხვა საკმაოდ დიდი რაოდენობის წაბლი. კარგად არის შეფიცინებული, აჩვენე, კარგად აჩვენე რა მაყურებელსაც. თან რა მარტივი იქნება მისი მირთმევა, ლიკუნა. ხო. ცხელია თუ შემიძლია ერთი ცალი ავიღო. ძალიან ცხელია და გაგრილება მოუხდება ცოტა ხანი. არ გაბრისკო. მოდი გადავიტან და გადაიტანე. ცოტა შემდგომ აცივარ. აი გადავიტან და ერთი სული მაქვს და მე დავაგემოვნოთ. ახლა მე კნატუნა. მოვკიდებ ხელს და შევაბრძანებ ჩვენს მაცივარში. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ასევე მოვამზადეთ გოგრა, რომლისთვისაც ესეთი იტალიური ფერარინის შპეკი მოვწალეთ ხახვთან, ნიორთან და წაბლთან ერთად. შემდეგ ამ ყველაფერს დავამატეთ ესეთი რა კარგიას ბრენდის კინოა და დავამატეთ ბულიონი, ეს ყველაფერი რომ მოიხარშა, უკვე წინასწარ, ესე ვთქვათ, შემწვარ გოგრაში მოვათავსეთ და მე კიდევ ცოტა ხანი შევდგით ღუმელში იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს გემოები გამჯდარიყო. ხო, ცოტა ჰელოვინის გვიახლოვდება და ესეთი თემატური კერძი არის ხოლმე. ტონები ლიკუნამ შემოიტანა გადაცემაში. იმდენი გოგრა თქვით, ერთი იმერულად ავსთქვათ, კვახი. ხო შეიძლება. აქვე შეგახსენებთ გუდვილის ონლაინ მაღაზიის მისამართ goodwill.g. მიწოდება ხდება როგორც ონლაინ, ასევე აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შეკვეთის განთავსება და გუდვილის გუნდი უმოკლეს დროში მოგაცვდით სასურველ მისამართზე. და თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ასეთი კერძები მოამზადოთ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ კი არა და ერთს. გემრიელი და ესეთი ხრაშუნა კერძების მოსამზადებლად გვჭირდება რამდენიმე რამ. კეთილი გული, კარგი ტექნიკა და ასევე რა თქმა უნდა ხარისხიანი პროდუქტი. დავშალოთ ბარემ მთლიანად. არა, ლიკუნას კერძები არის ხოლმე ხელოვნების ნიმუში.
კი, მართლა არა, ესე რომ გადაიშლება ლამაზია, ნახე ზურა. ნახე. გულსარქი რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ კინოა, ბრინჯი, რა ვიცი, რაც თქვენ გენებოთ. ბიჭებო, შეჩერდით ბიჭებო, შეჩერდით ოპერატორები გამორბიან, შეჩერდით ბიჭებო. გარეთაც უნდა გადაიშალოს. ხო, აი გარეთაც კი ანათებს მზე, მაგრამ ჩვენ სტუდიაში ესე ჩვენ მზე განათებს. როგორი არომატები ტრიალებს თქვენ არიცით, მაგრამ მე მგონია რომ აქამდეც მოვა. მე ამას ახლა თებში და ჩანგალი. კი ბატონო. ეს რა ქენი? კოვზი მაქვს აქვე და შემილია რომ ეს რა ქენი? ჩვენი ოპერატორები კი არა, მე მგონი სხვა რედაქციებიდანაც გამოიქცევა ხალხი ახლა ცოტა ხანში არ უნდა გეკნა ჯერ. არა, კარგი არომატია და თან რაც მთავარია ვიზუალურად ლამაზია. წაბლმა მისცა კინოას რაღაცნაირი ფერი, ხო, ესეთი წაბლის ფერი, რასაც ქვია. და ბეკონიც აძლევს ძალიან ესეთ კარგ პიკანტურობას ესე. იცი როგორია? თან დესერტია, თან რაღაცა ესეთია სადილიც არის, ვახშაბიც არის, არ ვიცი, ზაუზმეც არის, ყველაფერი. კი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ის რომ ლიკუნა რომ ფუს იწყებს ისეთი მისთვის დამახასიათებელი ერთგვარი რიტუალია ხოლმე თითეული კერძის მომზადება და აი მართლა კეთილი გული რომ ახსენე ძალიან მენიშნა, იმიტომ რომ ასეთი კეთილი გული აქვს და აი მართლა თითქოს მისის ხასიათი ამ კერძებშიც გადადის როგორც ესთეტიურად და ვიზუალურად, ისე გემოვნური მადლობა თაკო ძალიან. ჩვენს ტელემაყურებელს ვეთყვი აქვე რომ სანამ აი ეს კერძები მომზადება ხოლმე შუალედებში შესვენებების დროს ჩვენ გვასაუზმებს. აი რაღაც დამატებით კერძს უცებ რაღაცებით იქ მოამზადებს ხოლმე. ხო, ხა, როდესაც გვაქვს პროდუქტი და არის რაღაც ზრუნველი ულამაზესი ლიკი. მადლობა ძალიან დიდი. ზოგადად მიყვარს საჭმლის მომზადება იმისგან რაც მაქვს მაცივარში. მგონია რომ ყველაზე გემრიელი გამოდის მაშინ. რაღაცა ცოტა შემწვარი ფილე დარჩენილი და ცოტა გუშინდელი პომიდორი სიტყვაზე ესე მთელი აი ესეთი რაღაცებისგან ძალიან გემრიელი საჭმელი გამოდის ხოლმე. გამოგდის ეს ყველაფერი. ხო, და ლიკას არასდროს არჩება ნარჩენები არ არის ჩვენ სამზარეულოში ყველაფერს ინთვისებს თავიდან ბოლომდე. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.